საახალწლო ნაძვის ხე, ფერადი განათებებით მორთული ქუჩები, ბევრი ტკბილეული. ყოველივე ამის გარეშე ახალი წელი ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მე-9 საუკუნიდან კი ამ ჩამონათვალს ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი პიროტექნიკა დაემატა. თავდაპირველად ხალხს სჯეროდა, რომ მას ბოროტისულების ბანდები და ბედნიერების მოტანა შეეძლო. მას შემდეგ 12 საუკუნე გავიდა, თუმცა პიროტექნიკა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. უფრო მეტიც, ის აქტიურად გამოიყენება დღესასწაულებსა და წვეულებებზე, გართობისა და სანახაობის შექმნის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვება და მათი ხილვა საკმაოდ ლამაზია, მისი არასწორად გამოყენება ძალზედ სახიფათოა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პიროტექნიკის გაუმართავობის ან მისი არასწორი გამოყენების გამო ყოველწლიურად საშუალოდ 17,000 ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებას იღებს. დაშავებულთა უმრავლესობა არასრულწლოვანია. 2018 წელი იყო და ვიყავი 12 წლის. ახალი წლის ღამე იყო ჩვეულებრივად და როგორც ყველა ოჯახში აღვნიშნეთ და როდესაც უკვე აფეთქება დავაპირეთ, გავედით აივანზე და სამი ვისროლეთ ერთად, მშობელთან ერთად ვისროლე და მეოთხე როდესაც დადგა მამას ვთხოვე რომ მარტო მესროლა და დამთანხმდა ვისროლე და აღმოჩნდა ბრაკი და გასკდა ხელში. შემდეგ რეაქცია მხოლოდ მე არ მქონია და პირდაპირ წავედით საავადმყოფოში. ყველანი ნერვიულობდა, მაგრამ მე ვერ ხვდებოდი, არც მტკიოდა, რადგან იმ მომენტში ვერ ვგრძნობდი. შემდეგ საავადმყოფოში მისვლისას ექიმები როდესაც შემხდნენ, უკვე მივხვდი რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა და ანუ ტირილი დავიწყე და ვთხოვდი რომ გადავერჩინი. ამ შემთხვევის შემდეგ მივხვდი თუ როგორი რამ ყოფილა ეს და მინდა რომ ყველას ურჩიო არ გამოიყენოს ეს იმის გამო რომ თვით შენთვისაც ზიანს მოგაყენებს და შენს ახლობლებსაც. საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები. გამოყენების წინ აუცილებელია გავიცნოთ ინსტრუქციას. არ შეიძლება პიროტექნიკა ვატაროთ ჯიბით. დაუშვებელია მისი არაფხიზელ მდგომარეობაში გამოყენება. უნდა გვახსოვდეს, რომ არ შევინახოთ პიროტექნიკა იქ, სადაც ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია. ამ მინიმალური წესების გათვალისწინებით, მარტივად შევძლებთ თავიდან ავიცილოთ საფრთხე, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობასა და შევინარჩუნოთ საზეიმო განწყობა.